ყველით დატანილი წიწაკები, ისევე როგორც ჭტოლენი, ჩემთვის ემიგრაციასთან იქნება ასოცირებული. გერმანიაში სადღაც 3 თვის განმავლობაში ვმუშაობდი პეპერონის ქარხანაში, სადაც ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას აი ამ ხემსის თუ კერძის მომზადება შეადგენდა. ვფიქრობ, ეს რეცეპტი დროულია და თქვენ საახალწლო სუფრაზე სტუმრების განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევს. ქვაბში მოვათავსოთ მარილი, შაქარი, პილპილის მარცვლები, ნიორი, წიწაკა, ძმარი და წყალი. წყლის ამოდუღების შემდეგ ჩაუშვათ წიწაკები, დავაყოვნოთ 5 წუთი თავსახურის ქვეშ და ამოვიღოთ ფრთხილად. გრამყელს დავამატებ პილპილი, მარილი და ნიორის ფხვნილი. ორიგინალში რიკოტასა და ფეტას ნაზავით კეთდება, თუმცა არც ერთი არ მქონდა და გეტყვით, რომ არაჩვეულებრივად ერგება კრემყველი. კვავზით ამოსება გაგიჭირდათ, გამოიყენეთ საკონდიტროტო მარა, ასე ბევრად უფრო მარტივია. მოათავსეთ მინის ქილაში, დაასხით ზეთი, მე გამოვიყენე ზეითუნის, თუმცა შეგიძლიათ ნებისმიერი მცენარეული ზეთი გამოიყენოთ. დააფარეთ თავზე და მოათავსეთ მაცივარში. სადილი, ვახშამი, საუზმე, ხემსი, მოკლედ ყველაფერია და ისეთი გემრიელია, რომ დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია ვჭამო.